Well, thank you, and thanks to all the დიდი მადლობა დამსწრე საზოგადოებას, დელეგატებს, გავლენიან ადამიანებს, მედიას, განსაკუთრებული მადლობა მიუნხენის კონფერენციის მასპინძლებს, მათ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარება უზრუნველყვეს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან ერთად. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მე დღეს საუბარი მსურს, არის ჩვენი საერთო ღირებულებები. მიხარია გერმანიაში დაბრუნება. ალბათ იცით, რომ მე აქ გასულ წელსაც ვიყავი სენატორის რანგში. შევხვდი გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანს და გავიხუმრეთ, რომ წელს ორივეს უკვე სხვა სამსახური გვაქვს. ახლა კი დროა, რომ ჩვენმა სახელმწიფოებმა, ჩვენ ვისაც ხალხმა მოგცა პოლიტიკური ძალა, გამოვიყენოთ ეს ძალა სწორედ ხალხის საკეთილდღეოდ. აქ ყოფნისას მომეცა საშუალება, რომ ქალაქშიც გავსულიყავი, კონფერენციის კედლებს მიღმა. მე გაოცებული ვარ გულითადი მასპინძლობით, მიუხედავად გუშინდელი საშინელი თავდასხმისა. პირველად მიუნხენში მეუღლესთან ერთად ჩამოვედი, ის დღესაც აქ არის ჩემთან ერთად. ჩემი პირველი სტუმრობა პირადი ვიზიტი იყო. მე ყოველთვის მიყვარდა ეს ქალაქი და მისი ხალხი. სურს მოგისამძიმროთ ეს ტრაგედია. ამ ულამაზესი ქალაქის საზოგადოებას დიდი მწუხარება დაატყდა თავს და ჩვენ ამ ტკივილს ვიზიარებთ. ლოცულობთ თქვენთვის. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. იმედია ეს ბოლო აპლოდისმენტები არ არის დღეს. ჩვენ ამ კონფერენციაზე უსაფრთხოებაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ. როგორც წესი, საუბარი ეხება გარე მტრულ ძალებს. მე ვხედავ ბევრ ღვაწლმოსილ სამხედრო მეთაურს. მიუხედავად ამისა, ტრამპის ადმინისტრაცია მეტად დარდობს ევროპის უსაფრთხოებაზე. მას სჯერა, რომ შესაძლებელია რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის გონივრული შეთანხმების მიღწევა. ამავე დროს გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ევროპის მიერ მომავალ წლებში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უფრო დიდი წვლილის შეტანა. ევროპასთან დაკავშირებით უდიდესი საფრთხე არც რუსეთია და არც ჩინეთი. ეს საფრთხე არა რომელიმე გარე აქტორით არის მართული, არამედ შიგნიდან. ის რაც მადარდებს არის საფრთხე შიგნიდან, ევროპის მიერ ფუნდამენტური ღირებულებებიდან გადახვევა, იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც მას ამერიკის შეერთებულ შტატებთან აერთიანებს. მე ელდამეცა, როდესაც ვიხილე ყოფილი ევროკომისრის ინტერვიუ. ის კმაყოფილებას ვერ მალავდა, რომ რუმინეთში შემდგარი არჩევნების შედეგები გაუქმდა. მან გაგვაფრთხილა, რომ თუ საქმე შესაბამისად არ წავა, იმავეს ვიხილავთ გერმანიაშიც. ასეთი აგდებული განცხადებები შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის. წლებია გვეუბნებიან, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, არის სწორედ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, დაწყებული უკრაინით, დამთავრებული ციფრული ცენზურით, არის შექმნილი დემოკრატიის დაცვის მიზნით. მაგრამ როდესაც ვხედავთ ევროპული სასამართლოების მიერ არჩევნების შედეგების გაუქმებას, ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ მომდევნო არჩევნების გაუქმების მუქარას, ამავე დროს საჭიროა ვიკითხოთ, არის თუ არა ეს შესაბამისი სტანდარტი. მე ვამბობ ჩვენ, რადგან მჯერა, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ. დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარზე მეტად საჭიროა დემოკრატიულად ცხოვრება. აქ მყოფთაგან ბევრს გახსოვთ, რომ ცივი ომი შემდეგს ეხებოდა დემოკრატიის დაცვას, კონტინენტზე გაცილებით უფრო ტირანული ძალებისგან. ერთი მხარე ამ ბრძოლაში აჩუმებდა დისიდენტებს, ხურავდა ეკლესიასა და მონასტრებს, აუქმებდა არჩევნებს. ისინი ვინ იყვნენ? კარგი მხარე? თავისთავად არა. მადლობა ღმერთს, რომ მათ ცივი ომი წააგეს. მათ წააგეს ცივი ომი, ვინაიდან პატივს არ სცემდნენ თავისუფლების მიერ მოტანილ არაფერ დადებიც, მოულოდნელობის, სიურპრიზის თავისუფლებას, შეცდომის დაშვების თავისუფლებას, გამოგონებას, მშენებლობას, როგორც აღმოჩნდა, არ შეიძლება ვინმეს მიანიჭო ინოვაციის, ან გნებავთ შემოქმედების უფლება. შეუძლებელია აიძულო ხალხი რა იფიქრონ, რა იგრძნონ და რა სწამდეთ. ეს ყველაფერი კავშირშია. სამწუხაროდ დღეს, როდესაც მე ევროპას ვუყურებ, ბუნდოვანია თუ რა ბედი ეწია ცივ ომში გამარჯვებულთა შორის ზოგიერთს. ვხედავ ბრიუსელს, სადაც ევროპელი კომისრები მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ აპირებენ კრიზისის დროს სოციალური მედიის ჩახშობას, როგორც კი თავად ჩათვლიან, რომ საქმე აქვთ სიძულვილის შემცველ კონტენტთან. აქ გერმანიაში პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ რეიდებს აწყობს ინტერნეტში ანტიფემინისტური განცხადებების გამოქვეყნებისთვის. ციტირებ, ინტერნეტში მიზოგინიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში. რა ხდება შვედეთში? 2 კვირის წინ ხელისუფლებამ ქრისტიანი აქტივისტი გაასამართლა. საქმე კი შემდეგშია, ბრალდებული ყურანის დაწვაში მონაწილეობდა. ეს ინციდენტი საბოლოო ჯამში მისი მეგობრის მკვლელობით დასრულდა.
მისი საქმის მოსამართლემ კი გულგრილად აღნიშნა, რომ შვედეთის კანონები, რომლებიც თითქოს დაიცავენ გამოხატვის თავისუფლებას, სინამდვილეში, ციტირებ, არ ანიჭებენ თავისუფლებას გააკეთო ან თქვა რამე გარკვეული რწმენის ჯგუფის შეურაცხყოფის რისკის გარეშე. ყველაზე მეტი შეშფოთებით კი ჩვენს ძვირფას მეგობრებს გაერთიანებულ სამეფოს ვადევნებ თვალს, სადაც სინდისით ნაკარნახევმა კანონმდებლობის უკანდახევა მორწმუნე ბრიტანელთა უფლებები განსაკუთრებით შეზღუდა. 2 წლის წინ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ საშინელი ბრალი დასდო ადამ სმით კონორს, 51 წლის ფიზიოთერაპევტს, ვეტერანს, 50 მეტრის დაშორებით აბორტის კლინიკიდან დგომისა და ჩუმად ლოცვის მიზეზით. მას არავინ შეუწუხებია, არავის გასაუბრებია, უბრალოდ თავისთვის ლოცულობდა. ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ის შეამჩნიეს და ჰკითხეს რისთვის ლოცულობდა. ადამმა კი უპასუხა, რომ ის მისი დაუბადებელი შვილის ადამისთვის ლოცულობდა, რომელიც მან და მისმა შეყვარებულმა რამდენიმე წლის წინ დაკარგეს. ოფიცრებზე ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ის დღეს მსჯავრდებულია მთავრობის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონების კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს აბორტების დაწესებულებიდან 200 მეტრის რადიუსში ლოცვას და სხვა ქმედებებს, რომელმაც შესაძლოა აბორტის კლინიკაში მყოფზე გავლენა იქონიოს. მას 1000-ობით ფუნტის გადახდა მოუწია. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს ერთეული შემთხვევაა. კანონის გიჟური ინტერპრეტაცია, ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი შეცდომა, მაგრამ ეს ასე არ გახლავთ. რამდენიმე თვის წინ შოტლანდიის ხელისუფლებამ იმ მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც ეგრეთ წოდებული უსაფრთხო წვდომის ზონების სიახლოვესაა, გაუგზავნა წერილები, რომ თავი შეიკავონ საკუთარ სახლში ლოცვისგანაც კი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შესაძლოა უკანონო ქმედებად ჩაითვალოს. ხელისუფლებამ ამავე დროს მოუწოდა ადგილობრივებს, თანამოქალაქეთა მიერ ამ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში აცნობონ შესაბამის უწყებებს. დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკან იხევს. ვაღიარებ, რომ ცენზურისკენ ყველაზე ხმამაღალი მოწოდებები ხშირად არა ევროპიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდან ისმოდა. ყოფილმა ადმინისტრაციამ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სახელით სოციალური მედიის კომპანიებს ცენზურისკენ უბიძგა. მაგალითად, დეზინფორმაცია არის იდეა, რომ კორონავირუსმა სავარაუდოდ გაჟონა ჩინეთის ლაბორატორიიდან და ჩვენმა საკუთარმა მთავრობამ წაახალისა კერძო კომპანიები ხალხის გასაჩუმებლად, ვინც გაბედა აზრის გამოთქმა, რაც აშკარა სიმართლე აღმოჩნდა. მე დღეს თქვენთან მოვედი არა მხოლოდ ჩემი დაკვირვების გაზიარების მიზნით, არამედ ასევე შეთავაზებით, ისევე როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობდა გაეჩუმებინა ხალხი. ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააკეთოს ზუსტად საპირისპირო. იმედი მაქვს, რომ ამ თვალსაზრისით ვითანამშრომლებთ. ვაშინგტონში ახალი შერიფია, დონალდ ტრამპის მეთაურობით. შესაძლოა რიგ საკითხებში განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ თქვენს უფლებას, რომ თქვენივე შეხედულებები ნებისმიერ ადგილას გამოთქვათ განურჩევლად იმისა, ვთანხმდებით თუ არა. ამჟამინდელი ვითარება იმდენად მძიმეა, რომ რუმინეთში ადგენენ და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უბრალოდ გააუქმეს. ამ გადაწყვეტილებას კი საფუძვლად სადაზვერვო სააგენტოს მყიფე ეჭვი დაედო, მეზობელი სახელმწიფოების უდიდესი ზეწოლის მხარდამხარ. მე რამდენადაც ვიცი, მთავარი არგუმენტი ამ არჩევნების შედეგების გაუქმებისა იყო რუსული დეზინფორმაციის კამპანია. ვთხოვ ჩემს ევროპელ კოლეგებს ჰქონდეთ შემდეგი თვალსაზრისი, შეგიძლია გჯეროდეს, რომ არასწორია არჩევნებზე ზემოქმედების მიზნით რუსეთის მიერ სოციმედიაში რეკლამის შეძენა. ჩვენ ასე ვფიქრობთ, ეს ყველგან შეგიძლიათ დაგმოთ, მაგრამ თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება რამდენიმე $1000 არის შესაძლებელი ციფრული რეკლამით სხვა სახელმწიფოს მიერ, მაშინ თქვენი დემოკრატია არც თუ ისე ძლიერი ყოფილა. კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ მიმაჩნია, თქვენი დემოკრატიები გაცილებით უფრო ნაკლებად მსხვერპლადია, ვიდრე ბევრს ეშინია. მჯერა, რომ მოქალაქეებს თუ მიეცემათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მათ მხოლოდ გააძლიერებს. დავუბრუნდეთ მიუნხენს. ამ კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტური პარტიების დეპუტატები, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ფლანგიდან. ვიმეორებ, არ არის აუცილებელი, რომ ჩვენ ვთანხმდებოდეთ ყველაფერზე, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მანდატს და არჩეულ წარმომადგენელს, დიალოგი ჩვენი ვალია. ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ბევრს ეჩვენება, რომ საქმე გვაქვს ძველ ინტერესებთან. ეს ინტერესები კი დამალულია ისეთი მახინჯი და საბჭოთა სიტყვების მიღმა, როგორებიცაა დეზინფორმაცია. მათ კი უბრალოდ არ მოსწონთ, რომ ვინმეს შესაძლოა განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. კიდევ უარესი, ხმა განსხვავებული გემოვნებით მისცეს, ან საერთოდ საშინელება თუ მოხდა და მეორე მხარემ გაიმარჯვა არჩევნებში.
ეს გახლავთ უსაფრთხოების კონფერენცია და აქ ყველა შევიკრიბეთ იმაზე სასაუბროდ, თუ როგორ შეიძლება გაზარდოთ თავდაცვითი ხარჯები ახლო მომავალში. ეს კარგია, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გაცილებით უფრო დიდი როლი უნდა შეასრულონ ამ კონტინენტის მომავალში. მე არ მომწონს ტერმინი ტვირთის გაზიარება, მაგრამ ალიანსის წევრობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ევროპელებმა უფრო მეტი ძალისხმევა ჩადონ, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღება მიპყრობილია მსოფლიოს სხვა საფრთხეში მყოფი კუთხეებისკენ. ამავე დროს მაინტერესებს, როგორ აპირებთ თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებას, როდესაც არ ვიცით, რას ვიცავთ. ბევრი საინტერესო საუბარი მქონდა და ხშირად ამბობენ, თუ რისგან არის დაცვა საჭირო და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის და ბევრი ევროპელი მოქალაქისთვის ცოტათი გაუგებარია, რისთვის იცავთ თავს. რა არის ის დადებითი საერთო ხედვა, რომელიც სულდგმულობს უსაფრთხოების ამ პაქტში? რა არის ის, რისიც ასე გვწამს? მე მწამს, რომ არ არსებობს უსაფრთხოება, როდესაც გეშინია შენი ხალხის ხმისა და სინდისის. ევროპა ბევრი საფრთხის წინაშეა, მაგრამ ამ ეტაპზე კონტინენტი და ჩვენ ერთად ვართ ჩვენს მიერ შექმნილი კრიზისის წინაშე. შენი ამომრჩევლის თუ გეშინია ამერიკა ვერაფერს გიშველის. ვერც იმ ხალხისთვის გააკეთებთ რამეს, ვინც მე და პრეზიდენტი ტრამპი აგვირჩია. ამერიკა თქვენთვის არაფერს გააკეთებს. თქვენ გესაჭიროებათ დემოკრატიული მანდატი, რომ რამეს მიაღწიოთ ახლო მომავალში. საპირისპირო შემთხვევაში გველის არასტაბილური შედეგები. ამავე დროს კი ბევრია შესაძლებელი სწორედ ისეთი დემოკრატიული მანდატით, რომელიც გვესახება. თუ თქვენ აპირებთ ისარგებლოთ კონკურენტუნარიანი ეკონომიკით, თუ აპირებთ ისარგებლოთ ხელმისაწვდომი ენერგიით და უსაფრთხო მიწოდების ჯაჭვით, მაშინ გჭირდებათ მართვის მანდატები. ამიტომ ამ ყველაფრით სარგებლობისთვის რთული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გვესმის ამერიკაში. თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს ოპონენტების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. იქნება ეს ოპოზიციის ლიდერი, თავმდაბალი ქრისტიანი, რომელიც საკუთარ სახლში ლოცულობს თუ ჟურნალისტი, რომელიც ცდილობს გააშუქოს ახალი ამბები. ამას ვერც თქვენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით მოიპოვებთ. ისეთი შეკითხვების დასმით, როგორიცაა, ვის აქვს უფლება გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. ყველა დაძაბულობის, გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც აქ მყოფი ერები აწყდებიან, მჯერა რომ მასობრივ მიგრაციაზე უფრო აქტუალური არაფერია. დღეს ამ ქვეყანაში მცხოვრები თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი საზღვარგარეთიდან გადმოვიდა. ეს რა თქმა უნდა ყველა დროის უმაღლესი მაჩვენებელია. მსგავსი რიცხვია შეერთებულ შტატებშიც და ასევე ყველა დროის ყველაზე უმაღლესი მაჩვენებელია. მხოლოდ 2021-2022 წლებში გაორმაგდა იმ ემიგრანტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში არა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შევიდნენ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ბევრად გაიზარდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვითარება არსაიდან არ წარმოჩენილა. ეს არის 1000 წლეულების განმავლობაში მთელი კონტინენტის მასშტაბით და მის მიღმა სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებების შედეგი. ამ გადაწყვეტილებების შედეგად გამოწვეული საშინელება სწორედ ამ ქალაქში ვიხილეთ და რა თქმა უნდა არ შემიძლია ამაზე ხელახლა საუბარი იმ მსხვერპლზე ფიქრის გარეშე, რომლებსაც მიუნხენში დღეს ცხოვრება გაუნადგურეს. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთან არის და ასეც იქნება. მაგრამ რატო მოხდა ეს? ეს საშინელი ამბავია, მაგრამ ეს არის ამბავი, რომელიც უკვე ძალიან ბევრჯერ ვიხილეთ ევროპაში და სამწუხაროდ ძალიან ბევრჯერ ამერიკაშიც. ამ კონტინენტზე არც ერთი ამორჩეველი არ მისულა უბანზე მილიონობით მიგრანტისთვის საზღვრების უკონტროლო გახსნის მხარდასაჭერად. ბრიტანეთში კი ბრექსიტი აირჩიეს. მთელი ევროპის მასშტაბით ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც უკონტროლო მიგრაციის შეჩერებას პირდებიან. თუკი ამერიკულმა დემოკრატიამ გრეტა თუნბერგს გაუძლო 10 წელი, თქვენს გაუძლებთ ილონ მასკს რამდენიმე თვე. ვერც გერმანული, ვერც ამერიკული, ვერც ერთი დემოკრატია ვერ გაუძლებს საკუთარი ამორჩევლისთვის ზურგის შექცევას. დემოკრატია ეფუძნება წმინდა პრინციპს, რომლის თანახმადაც ხალხია მნიშვნელოვანი. არ არის ზღუდეების ადგილი. ამ პრინციპს ან იცავ, ან არა. ევროპელ ხალხს აქვს ხმა, ევროპელ ლიდერებს კი არჩევანი. მე მჯერა რომ მომავლის არ უნდა
გეშინოდეს, უნდა მიიღო ხალხის აზრი, თუნდაც მოულოდნელი, მიუღებელიც. ამ შემთხვევაში მომავალს შეხედავთ თავდაჯერებით, ვინაიდან გეცოდინებათ, რომ ერი ზურგს გიმაგრებთ. ეს არის დემოკრატია. დემოკრატია არ არის მხოლოდ ქვის შენობები და სასტუმროები, არც ის ინსტიტუტები, რომლებიც ერთად შევქმენით. ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატია გულისხმობს რწმენას, რომ ყველა მოქალაქე არის ბრძენი და მას გააჩნია აზრი. ამ აზრისთვის ზურგის შექცევის შემთხვევაში კი ყველაზე წარმატებული ბრძოლაც ცოტას თუ მოიტანს. იოანე პავლე მეორემ დემოკრატიის ერთ-ერთმა უდიდესმა ჩემპიონმა თქვა: ნუ გეშინიათ, საკუთარი ხალხის არ უნდა გეშინოდეს მაშინაც კი, როდესაც მათი აზრი ხელისუფლების აზრისგან განსხვავდება. დიდი მადლობა. Thank you all. Good luck to all of you. God bless you.